აი გზის გადაკვეთის წინ გვაქვს ეს ნიშანი. წრიული მოძრაობაო. წრიული მოძრაობაო, ხო ვიცით უკვე რომ ეს გვავალდებულებს იქით წავიდეთ საითაც მიმართულება. ეს გეუბნება აი აქ რო წერტილიაო, ცენტრი. გინდა თუ არაო, თუ მიდიხარ მარცხნივო, წრის მოხაზულობით ტრაექტორი წადი მარცხნივო. გაიგე ნამი? მარცხნივ მოხაზულობითო. თუ ბრუნდებიო, აუცილებლად წრე გააკეთეო, ეს ვირაჟი და აი აქეთ წამოდიო. ეხლა ჩვენები რას აკეთებენ? ჩვენებურები და ყველაფერი. ქვეყანა მოდის, რობერტაძე აი კაი რაღაცა დამიწერეს და რაზე დაგიწერეს? მეჩქარებოდაო და უკვე ამ ნიშანზე აიღო და ესე გადავიდა. სოფლურად. წეროვანში რო არის იგი? წეროვანში როა იქა ხო. ან ამ ნიშანზე რომ მობრუნდი ჩერეს წრეო, აი ესე მობრუნდა და წავიდა უკან. ეს ვის? ანუ იმდენად არიციან ამ ნიშნის მნიშვნელობა, რომ ხო იცი სადღაც იქ წეროვანში და სხვაგან კიდე რამდენიც გინდა, რო არ არის არაფერი ისა, ამ დროს ყველა ამ ნიშნის უკან კამერა დგას, იმიტომ რომ ყველა არღვევს ამას. ზოგი არღვევს შეგნებულად, მაგრამ ბევრი არღვევს, იმიტომ რომ ამ ნიშნის დანიშნულება და მოთხოვნა არ იცის. ესე იგი, წრიული მოძრაობა გვაიძულებს, ნახავთ მე ბილეთებში, გვაიძულებს გინდა თუ არა წრის შემოვლით გავიდეთ მარცხნივად მარჯვნისა, მარცხნივად მოვუხდით.